არ მინდა გაიფუჭო სიურპრიზი, მაგრამ სწრაფად გეტყვი, თევზი იზრდება 13 ფუტამდე არის ის აუზში, აქ არის. ღმერთო ჩემო, დღეს პირდაპირ პრეისტორიულ დინოზავრს ვყიდულობ. ეს თევზები ძალიან იშვიათია, ესეთი არასდროს მინახავს. 350 მილიონი წლის თევზი და ეხლა ორი გვყავს. ერთი ავიგეთ. როგორ ხან მშვენიეროა რომ კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება კიდევ ერთ შესანიშნავ ვიდეოში ბიჭებო. დღეს კიდევ უფრო იშვიათ მონსტერ თევზებს ვყიდულობთ, რომ ჩემს ეზოს აუზებში ჩაუშვა. ბოლო დროს ძალიან მოგწონთ ეს ვიდეოები, სადაც იშვიათ და ძვირადღირებულ თევზებს ვყიდულობ. მეც ძალიან ვერთობი ამ ყველაფრის გაკეთები. ბოლო დროს მართლაც საოცარი თევზები შევიძინეთ, მაგალითად აბაზდანის თევზი, ტიგრენუსი, კატფიში, ძალიან მაგარი იშვიათი პლეკოები. და ხო ბიჭებო, დღესაც იგივეს ვაკეთებთ. ვყიდულობთ ძალიან მაგარ თევზებს და გულწრფელად რო გითხრათ, ჯერ არც კი ვიცი რას ვიყიდით. ზახმა მომწერა Pond Doctors-ნა, სწორედ იქიდან მოგაქვს ეს თევზების უმეტესობა. იქიდან მოვიყვანეთ Justin Turtle Lake-ი, ჩვენი გიგანტური მატამატაკუ. ასევე იქიდან გვაქვს Tigernusy, Catfish. ეს თევზების მაღაზია ძალიან მაგარ თევზებს ირებს, რომლებიც ჩვეულებრივ ვერ ნახავ. და ზახი კარგად იცნობს საქმეს. ნოსაკირამე განსაკუთრებულ თევზს მიიღებს ყოველთვის მაცდის ინფორმაციას, მაგრამ ამჯერად არ უთქვამს რა თევზებია. ის სიურპრიზად ტოვებს ამას თქვენთვისაც და ჩემთვისაც. მხოლოდ ის მითხრა, რომ ძალიან იშვიათი თევზებია. იცის, რომ მე მომინდება ისეი და საკმაოდ ძვირი ძღირს. ასევე მითხრა, რომ ასეთი რამე არასდროს მქონია. და ეს იმიტომ, რომ ეს თევზი დედამიწაზე უკვე 350 მილიონი წელია არსებობს. ძალიან პრეისტორიული თევზია. და ხო, ესა ყველაფერი რაც ვიცი, ასე რომ დღეს იქ მივდივართ, ნახავთ რა თევზებია, ავიღებთ მათ. მითხრა რომ ორი ჩემთვის გადადო, ორივეს ვიყიდით და მგონი სადღაც უნდა მოვათავსოთ ისინი. არ ვიცი შეგვიძლია თუ არა აკვარიუმში ჩაუშვათ, აუზში ან რომელ აუზში, უბრალოდ უნდა გავიგოთ ბიჭებო, ძალიან საინტერესო იქნება. და ხო, უნდა გადავწყვიტო სად მოვათავსო ეს თევზები. ეხლა როგორც თქვი, არ ვიცი სად შეიძლება ჩაუშვათ ეს თევზი, რადგან არ ვიცი რა სახეობაა, მაგრამ ბევრი ვარიანტი გვაქვს. აქ ოსკარის აუზი გვაქვს, ნახეთ როგორ კარგად არიან, ღმერთო ჩემო. მთელი მინდორია სავსე მათით. აი პატარა ნემო, აი წითელი რეტეილი, რომელიც ცოტა ხნის წინ დავიჭირეთ. ჰეი ნემო, ეს რომ დაწმუნებული არ ვარ შეგვიძლია თუ არა იქ ჩაუშვათ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია. თუ აქეთ გადმოვალთ, როგორც თქვი, ზახისგან მატამატაკუ მივიღეთ. მისი სახელია Justin Turtle Lake-ი და ძალიან კარგადაა. ნახეთ რა მაგარია ეს კუ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. არ ავიღებ მას, რადგან ცდას დამიგბინოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ეს თევზი აქ ჩაუშვათ, რადგან ის დაგლეჯმას. და არ გვინდა ეს მოხდეს, არ გვინდა ჩვენი თევზი შეჭამონ. შავი მისტიური აუზი შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მაინც არ იმუშავებს. ვებს რადგან ეს მისტიური აუზია და თუ იქ ჩაუშვებს თევზს, ნამდვილად ვერ ვნახავთ მას ხშირად. არ ვიცი რამდენად დიდია ის. მაგრამ ბიჭებო, რაღაცა ძალიან საინტერესო გვაქვს. ეხლავე გაჩვენეთ. წინა ვიდეოში ვსაუბრობდი აკვარიუმების ოთახის აშენებაზე და აი ბიჭებო, ეს არის, უკვე დასრულებულია. თუმცა არა ბოლომდე. უნდა დავაყენოთ, იცით, აკვარიუმების თაროებიები, განათებები და ყველაფერი ეს. ექოა, აქ დიდი ექოა, ღმერთო ჩემო. რაღაცა უნდა მოუხერხოთ ამ ექოს. ალბათ რაღაცები უნდა დავკიდოთ კედლებზე, რომ იცით, ეს ცოტა დავამშვიდოთ, მაგრამ ვფიქრობ, აქვე გვექნება აკვარიუმები, აქვე გვექნება უზარმაზარი აკვარიუმი, როცა შემოხვალთ. დიდი ექსპოზიცია. და აქ კიდევ მეტი აკვარიუმი, ბიჭებო, ძალიან მაგარი იქნება. ანუ შეხედეთ ამას. ეს საოცარი იქნება. მაგრამ ეს ჯერ არ არის აწყობილი, ბიჭებო. ჯერ კიდევ მუშაობთ ამაზე. მაგრამ შენობა უკვე მზადაა. მითხარით, რას ფიქრობთ ამაზე? ძალიან სწრაფად, ბიჭებო. დიდი მადლობა, რომ უყურებთ ამ ვიდეოს, რომ გსიამოვნეთ ეს ვიდეოები, ძალიან მიყვარს მათი გაკეთება. და ეს ყველაფერი თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ეხლა აქვე წინა აუზი ნამდვილად ის ადგილია, სადაც რაღაცის ჩაგდება შეგვიძლია. არ ვიცი ზუსტად რა ხდება ამ აუზში, უკვე აღარ აქვს თემა, უბრალოდ უკრეით სხვადასხვა რამეს შიგნით და ამით ვასრულებთ. არ ვიცი. ბევრი ციკლი და ყავს შიგნით. ყავს ქოი, ბევრი პაკუ ყავს. ყავს ბრუსი, ისი უკანაა. ჯერ კიდევ ცოცხალია, ბიჭებო. მოდი ბრუსი, ხალხს შენი ნახვა უნდა. მოდი ბრუსი, უნდა დავამტკიცო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. ბრუსი, ჩემი 16 წლის ოსკარია. მოდი ბრუსი. მოდი მიესალმე. აი ისიც. ბრუსი, ეი ბრუსი. ხედავთ, ის ცოცხალია, ბიჭებო. თავის გემოზე ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცი. ამ აუზზე ვფიქრობ, შეგვიძლია თითქმის ყველაფერი ჩავაგდოთ შიგნით, კარგად იქნებიან. ეხლა როცა ჩემს ოთახში შევდივართ, აქ ჩემი 125-იანი აკვარიუმია აბისთან ერთად. მასთან ერთად თევზის ჩაგდება არ შეიძლება, თორემ ისინი დაგლეჯს, ასე რომ ეს გამორიცხულია. მაგრამ თუ აქეთ გადმოვალთ, აქ არიან Tigernusy-ის კატფიშები და ჩვენი დიზაინერული პლეკოები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვიყიდეთ. სად არის Tigernusy? ერთი იქ უკან იმალება. ღმერთო, რამ სუქნები არიან. და აი მეორე, ნახეთ როგორ იზრდებიან. ისინი უზარმაზრები არიან, ბიჭებო. გულისხმობთ, თუ ნახავთ ვიდეოს, სადაც ისინი ვიყიდეს, დაინახავდით რამდენად გაზრდილან. აქ რაღაცის დამატება შეგვიძლია. წინა ვიდეოდან ფილტვის თევზი გამოვიტანეთ და აქ ჩავასვით. აი ისიც. აი მისი პატარა თავი იმ სამალავიდან გამოყოფილია. უკვე ხელით ვავარჯიშე, ნახეთ ეს. მოდი, ნუ შემარცხო, აიტუმს. Ho, მე მას Sleepy დავარქვი. Sleepy, ფილტვის თევზი. გინდა თითზე მიგბინო. ხო, ეს Sleepy ფილტვის თევზია. საოცარია, ძალიან მიყვარს. ეხლა მტაცებელი თევზების აუზიც უნდა დაგვავიცილდეს. ეხლა მე ეჭვება, რომ თევზი, რომელსაც დღეს ვყიდულობთ, აქ ჩაუშვათ. თუმცა ნამდვილად არ ვიცი რა არის. შეიძლება აქაც ჩაუშვათ, უნდა ვნახოთ. მაგრამ ცოტა მოღრუბლულია. ეს იმიტომ, რომ ახლახან გავასუფთავე ეს ფილტრი და ის ფილტრი. მალე წყალი სუფთა კრისტალივით იქნება, მაგრამ ყველა თევზი აქ ძალიან კარგადაა. აი ასე. ზემოთ.
ნახეთ როგორ არიან გაწვრთნილები ჩემი თევზები ბიჭებო. ზემოთ. მოდი კატუნა. ხო. უყვარვარ. მოდი. არა, კარი, დაივიწყეთ. მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ ბიჭებო, ძალიან არ ნერვიულობ იმ თევზისთვის სახლის ფოვნაზე, რომელსაც დღეს ყიდულობთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა თევზია. და ეს იმიტომ, რომ აქ პირდაპირ ყველა სახის თევზისთვის გვაქვს ადგილი. ასევე მაქვს ჩემი ციკლიდებისა და ქოის აუზი, რომელიც ასევე ოდნავ მოვრობულია. ეხლა ხან ამ აუზის ფილტრის გავასუფთავე, მაგრამ რა ვთქვა, ეს აუზი უბრალოდ გიჟურია. მაგრამ კი ბიჭებო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ დღეს კიდევ თევზებს ყიდულობ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ ბიჭებო, ვიღაცამ უნდა ამიგზაოს ამის გაკეთება. ბოლოს აღმოვაჩინე ის ვებგვერდი, საიდანაც ონლაინ თევზების ყიდვა შემიძლია. გუშინ კიდევ 2 ვიყიდე, კიდევ 2 ვიყიდე, ისინი ხვალ უნდა ჩამოვიდნენ. ასე რომ კიდევ ერთი თევზების ყიდვის ვიდეოს ელოდეთ, თუმცა ეს სხვების მსგავსი არ იქნება. ეს სხვებზე უკეთესია და უბრალოდ გიჟურია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამის გამო, მინდა გაგიმხილოთ, მაგრამ უბრალოდ სწრაფად გეტყვით, ეს თევზი 13 ფუტამდე იზრდება. კარგი, ესაა ყველაფერი რაც უნდა გითხრათ და 2 ვიყიდე. კარგი, ეხლა მართლა უნდა წავიდე ბიჭებო. დღეს უნდა წავიდე Pond Doctor-ში რომ ჩემი თევზები ავიღო. ვითხრა თითოეული $300 ღირსო და საერთოდ არ ვიცი რა თევზებია, მაგრამ როგორ შანს უკვე ვიყიდე, ასე რომ ნახოთ. მალე იკეტება. დაახლოებით 2 საათის სავალია, ასე რომ უნდა წავიდე ბიჭებო. და კი ძალიან აღფრთოვანებული ვარ. შეიძლება, ჰეი, კიდევ რაღაც ვიყიდო. იცით როგორ ხდება ეს? ამ მაღაზიაში ყოველთვის რაღაც გიჟური აქვს, ასე რომ იქ ნახავთ ბიჭებო. და ვნახოთ რა თევზებს ვიყიდით. კარგი ბიჭებო, მაიამიში მივედით. 2 საათიანი მგზავრობა ბოლოს დასრულდა და როგორც ხედავთ, ჩემს უკან Pond Doctor-ში ვართ მისული. აი აქ არიან ის პრეისტორიული თევზები, რომლითაც ზახი მაკვირვებს. ეხლა შევალთ შიგნით მოვათვალიერებთ ყველაფერს. ვესტები ჩუმად შევიპარო და ცოტა შევიხედო, რომ ნახო რა თევზებია. ძალიან მაინტერესებს რა არის. ვეღარ ვითმენ რომ ნახო. კარგი ბიჭებო, მოდი დავიწყოთ. აი აქ არის აკვარიუმების კედელი. ჯერ ზახი არ ჩანს, მაგრამ სტივი პოვო ის თევზი, რომელიც ჩემთვის შეარჩია. ღმერთო, ეს მაღაზია საშიშია ბიჭებო, ღმერთო ჩემო. შეხედეთ იმ გიგანტური ოქროს გურამის ზომას. ჯერ კიდევ აქვთ ის ალბინოსი აროვანები. გონი 4 ყავთ, ხო, 4 ყავთ. ეხლა ჩემი შეყვარებული ჰელენი აქ არ არის, მაგრამ ძალიან უნდა დაგთევზები. უთხარი თუ ვიდეოზე 15000 მოწონებას ავიღებ, ვიყიდი მისთვის. ეგ ვიდეო მალე გამოვა. იმედი მაქვს ამას არ უყურებს. მაგრამ ხო, 4-ვე ალბინოსი აროვანას უყიდით, ეს სიგიჟე იქნება. შეხედეთ ამათ. ესენი პატარა გურამები არიან. აი ესენი იზრდებიან ესეთ დიდებად. შეხედეთ ამათ Tiger Scouts. თითოეული 150 ღირს. შეხედეთ მათ აგრესიულები არიან. შეხედეთ ამათ რა მაგრები არიან. არასდროს მინახავს ღმერთო. და ეს ბიჭიც. ეს არის Planicepsis Firewood Catfish-ი. მართლა მაგარია. ოჰ, მომწონს. შეიძლება ვიყიდო. ძალიან მაგარია. ესეთი არასდროს მინახავს. ძმაო, აქ ყოველთვის ძალიან ბევრი მაგარი თევზია. შეხედე ამ ბიჭს, ეს პატარა მაბუ პაფერია, ნახე რა საყვარელია. 350 ღირს ბიჭებო, თუ უნდა ვიყიდო პაფერი მითხარით. და შეხედე, აი ეს პატარა Tigranus-ის catfish-ი, რომელიც გამოტოვე. როცა პირველად ვაპირებდი მათ კიდვას, 200-ი ბიჭი მომიტანეს, მაგრამ ძალიან პატარები იყვნენ. ამავე დროს ჰქონდათ უფრო დიდებიც, ამიტომ გადავწყვიტე და დიდი ამეღო. მაგრამ პატარა ჯერ კიდევ აქ არის. ეხლა ვერ ვხედავ არაფერს, რაც პრეისტორიულად გამოიყურება. არ ვიცი. ეგ შეიძლება იყოს. იქ ბიშერია. ზოლიანი ბიშერი. არ ვიცი. ეგენი საკმაოდ პრეისტორიულები არიან, დაწმუნებული არ ვარ მაგაზე თუ ლაპარაკობს. და თუ მეორე მხრიდან გამოვალთ, აქ არის ყველა დანარჩენი აუზი, პატარა ალბინოსი, წითელყურება კუსებივით ჩანს. მართლა მაგარია. ესენი ნამდვილი მონსტრი კოიებია. ხო, წარმოდგენა შემიძლია, რამდენი ღირს ესენი, ძალიან დიდები არიან. ის ერთი ძალიან მომწონს. ოქროსფერი პეპელა. ძალიან მაგარია. მაგრამ ეს არ არის პრეისტორიული თევზი, რომელსაც ვეძებთ. მაგრამ წინა ვიდეოში თქვი, თუ 15000 მოწონებას დააგროვებ და მეორე მატამატა კუს ვეკიდი. თქვენ გაანადგურეთ ეს მიზანი. მგონი უკვე 30000 მოწონებაა. არა, ნუ მეტყვით რომ გაპირდეს. არა, მე მივაპირებდი მის ყიდვას. მეგობრებო, აქ კიდევ ერთი მატამატა გყავდათ და თქვი, თუ იმ მოწონებების რაოდენობას მივახცევდით, ჩემს მეორე კუსთვის ვიყიდი მას. კარგი, სულ მცირე, იმ ალბინოს აროვანებსაც ვიყიდით. ასე ვკითხე მას გიგანტურ აროვანაზე. ამბობს, რომ არ უნდა გაკეთოს, მაგრამ არ ვიცი მეგობრებო, იქნებ შეძლოთ მისი დაწმუნება. ზაქარი სად არის? უნდა ვიპოვო ზაქარი. არ ვიცი სად არიან ჩემი თევზები. არ ვიცი რას ვეძებ. აი ისიც. აი ზაქარი. გეძებდი. შეხედე. არის ტბაში. ზუსტად აქა. კაცო ღმერთო ჩემო. არა. Paddlefish-ი. არა, paddlefish-ი? ძმაო, აქ კი ვიცოდი რომ paddlefish-ის შოვნა შეიძლებოდა. Mississippi-დან ჩამოვიტანე. მართლა? არ მჯერა. ბიჭებო, შეხედეთ ამას, რა მაგარია. სინამდვილეში ადრე მინდოდა ესეთი, მაგრამ არ ვიცი რატო, უბრალოდ მეგონა რომ ესენი მითები იყვნენ, ხო გესმით, რა მაგრები αρიან. შეხედეთ ბიჭებო, ესენი paddlefish-ები არიან. დიდებიც იზრდებიან, ხო ასეა, ფოტოებზე მინახავს. არა, 7 ფუტი? არ მჯერა. ისინი მართლაც სასაცილოდ გამოიყურებიან. შეხედე რა დიდი ცხვირები აქვთ. უბრალოდ ცხვირით უნდა დაიჭირო. ხო, ცხვირით უნდა დაიჭირო. ღმერთო ჩემო. არ მინდა ამბიც ვავნო. ძმაო, ესენი პირდაპირ მნიშვნელობით დინოზავრები არიან, ანუ შეხედე ამას. ეს უბრალოდ წარმოუდგენლად გამოიყურება, ანუ ისინი უზარმაზრები ხდებიან. 7 ფუტამდე სიგრძე აქვს, ხო ასეა? ხო, საკმარისად დიდი აუზი. იესო, ეს უბრალოდ გაგიჟება. აქაც ბევრი ქავს. ესენი სტურგენებია, აქაც სტურგენებია. მათ მსგავსი მოთხოვნები აქვთ. სტურგენები ძალიან მაგრები არიან. ხო, მართალია. მაგარია.
ეს ზუთხია. რამდენად დიდები იზრდებიან სტურგენები? ესენი რუსული სტურგენებია, არა ისინი, რომლებიც იცი დაახლოებით 11 ფუტამდე იზრდებიან ან რაღაცა ეგეთი. რუსული სტურგენი. მგონი ესენი შეიძლება 3-დან 4 ფუტამდე გაიზარდონ. კარგი, ესენი ძალიან მაგრები არიან ძმაო. უნდა შეწყვიტო. უნდა შეწყვიტო ამ გიჟური თევზების ყიდვა. გარატაგდები. ვიღაცამ უნდა შეაჩეროს. ან მე უნდა შევწყვიტო მათი ყიდვა, ან შეუნდა შეწყვიტო მათი შემოტანა. მართლა ძალიან მაგრები არიან. ჩემმა ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ ეს ერთი ან სტურგენები ხელიდან ჭამას ასწავლა. არ არსებობს. საერთოდ როგორ ჭამენ პადლფიშები? რას ჭამენ? ვერ წარმომიდგენია როგორ ჭამენ იმ უზარმაზარი ცხვირებით. როგორც ჩანს, სწორედ მაგით პოულობენ საკვებს სამყაროში. წყალში. რაღაც ელექტრომაგნიტური იმპულსებით. რა? ზახი სიტყვებს იგონებს ბიჭებო, არ ვიცი. კარგი, ასე რომ ჩვენ ვიგებთ ორ paddlefishs. ეს სიგიჟეა. ეს არსებები დაახლოებით 350 მილიონი წელი არსებობენ. დღეს პირდაპირ პრეისტორიულ დინოზავრს ვფიდულობთ. ორს ვირებთ, ეს ძალიან მაგარია. რომელი აუზი? მე მაქვს 7200 გალონიანი მტაცებლების აუზი. მაქვს ოსკარის აუზი, რომელიც მრგვალი აუზია. ასევე მაქვს ქოის აუზი. მე ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით ან ქოის აუზი, ან ოსკარის აუზი, რადგან ისინი ძალიან პატარაები არიან. ეი, გავარკვევთ ყველაფერს. იმედია კარგად იქნებიან. და კი, როცა გაიზრდებიან, აუცილებლად გადავიყვანს 7200-იანში კი. ეს ძალიან მაგარია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ. კარგი, 2 წელს ავიგეთ. გამაგრილებელი მოვიტანე, ესე რომ ეს კარგია. ეს ძალიან მაგარია. არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ paddlefish-ი ნამდვილად არ იყო. მგონია რომ თქვენ უბრალოდ ხელით უნდა დაიჭიოთ ისინი. უბრალოდ ცხვირზე მოკიდეთ ხელი. ეს ადრე გამიკეთებია. არ იქ paddlefish-ს putout. ეს სულელია. ილდაპირ ბადეში შემოვიდა. ნახე. ეს არის. ეს ძალიან სასაცილოა. უბრალოდ ესე აიღე ისინი. ჰა. პირველი paddlefish-ია. ისინი ისეთი მაგრები არიან, კაცო. მართლა აღფრთოვანებული ვარ. ისინი მართლა მაგრები არიან. დაქვია მას ზაკი. გონზა. ცხვირი. ეც პინოკიო უნდა დაუძახოთ. პინოკიო. აი ესე. აი, წავიდა. კარგად გამოიყურება. აი ესე ბიჭებო, ორი paddlefish-ი უთში გვაქვს. თუ თქვენ მოგწონთ ვიდეოები, სადაც ჩვენ აქ მოვდივართ და ვყიდულობთ ამ გიჟურ თევზებს. უბრალოდ უნდა ჩამოხვიდეთ და დაალაიქოთ. ზახ, უნდა შეწყვიტო. შეწყვიტე ამ გიჟური თევზების ყიდვა. კარგი ბიჭებო, როგორც თქვი წინა ვიდეოში, გიგანტურ აროვანაზე ვისაუბრეთ, ვიფიქრეთ, იქნებ გარეგეთ, იქნებ გარიგება დაგვედო, ფასი დაგვედგინგინა. ეს ყველაზე დიდი აროვანაა, რაც კი ოდესმე მინახავს და შენ ესაუბრე შენს მამას, ის არ პიდის მას. NFS. არ იყიდება. ის ამბობს, არა. ჯანდაბა, ბიჭებო, წადით და პონ დოქტორსი შეტყობინებებით ავსეთ. იქ მიყიდეთ. არა ხუმრობ, აუცილებლად დაბრუნდებით პატარა აროვანებისთვის. დიდი ბიჭი არ იყიდება. კარგი ბიჭებო, მანქანაში ვართ. ორივე paddlefish-ი ჩავსვით. პინოკიო გვყავს და მეორე სახელი დამავიცლა. კომენტარებში დაწერეთ სახელი, მაგრამ ეს ბიჭი ჩვენთანაა. მგონი ეს პინოკიო აქ. და მეორე იქ არის. კარგად გამოიყურებიან. ვიწყეთ სახლში დაბრუნებას. იმედია გადარჩებიან. ეს უბრალოდ სიგიჟეა, ბიჭებო. ასეთი თევზები ძალიან იშვიათია. არასდროს მინახავს ასეთი რამ. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ისინი შემოიყვანეს და შეიძლება ბოლო იყოს. ასე რომ ეს მართლა საოცარი იყო. ორი მათგანი შევძელით ბიჭებო. ვერ ვითმენ როდის ჩაუშვებთ აუზში. მგონი გადავწყვიტეთ ოსკარის აუზში ჩაუშვათ. იქ დავიწყებთ, ნახოთ როგორ მოერგებიან. 350 მილიონი წლის თევზია. და ახლა ორი ჩვენია. წავიდეთ სახლში და ჩაუშვათ აუზებში. კარგი ბიჭებო, ბოლოს და ბოლოს სახლში მივედით ჩვენი paddlefish-ებით. ეხლა მთელი გზა სახლში ცოტა უცნაურად იქცეოდნენ. კარგი, ეს არსებები საკმაოდ უცნაურები არიან. იმედი მაქვს, კარგად არიან. უბრალოდ ტრიალებდნენ. არ ვიცი რა სჭირთ, მაგრამ ხო, ცურავს. აი პინოკიო. ეს პინოკიოა კიო აქ. ხედავ მას შიგნით. შეხედე ცურავს. სო, კარგადაა. ეს საკმაოდ დიდია. შეხედე ამ ბიჭს. ისინი ძალიან სასაცილოები არიან. შეხედე როგორ გამოიყურებიან. როგორ შეიძლება ეს ნამდვილი იყოს? ყოველთვის ხედავდი ამ არსებების სურათებს, როცა ძალიან დიდები ხდებიან. ხალხი იჭერს მათ. დაახლოებით 200 ფუნტი წონიან. და არასდროს მეგონა რომ ისინი მართლა არსებობდნენ, იცი? ეხლა უნდა ჩავტვირთოთ ისინი. და დაწყვეტე რომ წინა ქოის აუზში ჩავშვებ. იქ არაფერი უნდა შეაწუხო. ისინი საკმაოდ გზნობიარენი არიან. ეხლა მათ გვერდით დავაწყობთ, დავიწყებთ შეგუებას და შემდეგ დედაჩემის რეაქციას ნახავთ. მგონია ვეთქვი რომ ესენი მისი ტიკი-ჰატის აკვარიუმისთვის ვიყიდე და ალბათ გადაირევა და უშნოდ მოიხსენიებს. ასე რომ იქ შევხვდებით. კარგი, წავედით მეგობრებო, ნახეთ ეს ორივე ჩვენი paddlefish-ი აქ არის. ეს ძალიან დიდია. ეს ბევრად დიდია ვიდრე ეს პატარა ბიჭი. და ხო, ეს ის აუზია, სადაც მათ ჩაუშვებთ, როგორც თქვი, არ ვიცი. ამ აუზს ნამდვილად არ აქვს თემა. უბრალოდ სხვადასხვა თევზებია. აქ კარგად უნდა იგზნონ თავი, სანამ ცოტა არ გაიზრდებიან. და მერე 7200 გალონის აუზში გადავიყვანთ. კარგი, აი დედა ჩემი, მოდი დედა, შენთვის თევზები ვიყიდე ტიკი-ჰატის აკვარიუმისთვის. თქვი რომ ძალიან ლამაზი, ფერადი თევზები გინდოდა. დისკუსები მოგწონს, ხომ ასეა? ნახე, ესენი დისკუსები არიან. არა, შენ თქვი რომ ესენი დისკუსები არიან. კი, ესენი დისკუსები არიან. შენ თქვი დისკუსები გინდოდა. ისინი შავები და უშნოები არიან. ესენი შენი ტიკი-ჰატის აკვარიუმისთვისაა. ნახე რა ლამაზები არიან. ფერადები არ არიან. კარგი, დისკუსებს მოგიტან. მზად ხარ ამისთვის? ამისთვის? მზად ხარ ამისთვის? რამდენი მოგწონს? 2.
2 მოგწონს? 2. მოდი რა, შენ ჩემს ხარეს ხარ ის დისკუსი მსახურებს. 1 მოგწონს. ეხლა ბიჭებო, ამათ აუზში გადაუშვებთ. კი, დისკუსები არ არიან, მაგრამ ძალიან მაგრები არიან. მათ ფადუფიში ქვიას, დედა. ისინი პრეისტორიულები არიან. ჰეი, მეც საკმაოდ მაგარი ვარ. ხო, მართალია ბიჭებო. პირველი paddlefish-ი სრულად შეეგუა. ეხლა ეს მართლა ძალიან სასაცილოა. სინამდვილეში მათ ცხვირით ირებ. ცოტა ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ უბრალოდ ცხვირით ირებ. და ეხლა უბრალოდ ასე აგდებს წყალში. აი ის ნახე. შეგიძლია დაინახო. აქ ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან რთული იქნება. აი ისიც. აი ისიც. კარგი, კარგად გამოიყურება. წავიდა. ცურავს. პირველი paddlefish-ი უკვე წყალშია. ძალიან რთული იქნება მათი პოვნა, რადგან ძალიან შავები არიან. ყველა თევზი შავია. აი წავიდა. ძალიან მაგრად გამოიყურება. სინამდვილეში საკმაოდ კარგად შეგიძლია დაინახო. კარგი, მოდი მის მეგობარსაც შევუშვებთ. აი მეორეა. ეს ბიჭი ცოტა პატარაა. მოდი აქ, მომეცი შენი ცხვირი. დავიჭირე, კარგი. ნახე რა მაგარი თევზები არიან. მიდი მეგობარო, ნახე ეს. აგდებს წყალში და იწყებს ცურვას. ხო, აი ერთიც აქ არის, შეხედე მას. სურავს. კარგად გამოიყურება. კარგი ბიჭებო, პრეისტორიული თევზები აუზში არიან, ეხლა ჩვენს კოლექციას 2 paddlefish-ი დაემატა. ხურატკებით დავაკვირდებით მათ. იმედი აქ კარგად იქნებიან. ბევრი ჟანგბადი გვაქვს, რაც მათ სჭირდებათ. ორივე იქ არიან, კარგად არიან. აი ერთიც აქ არის. კარგად გამოიყურებიან. გონია რომ ძალიან მოსწონთ. რეალურად შეგიძლიათ ნახოთ ისინი თითქმის ყოველთვის. ასე რომ იმედია კარგად იქნებიან აქ, იმედია გადარჩებიან. თუ გინდათ რომ შემდეგი თევზი ვიყიდო, თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ან გინდათ რომ ჩემს კოლექციას რამე დავამატო, დაწერეთ კომენტარში, დატოვეთ თქვენი რჩევა. როგორც გითხარით, 2 თევზს ველოდები რამდენიმე დღეში ონლაინ შეუკვეთე. და როგორც გითხარით, ერთი მინიშნებაა რომ ისინი იზრდებიან 13 ფუტამდე, იმედია მოგწონთ ეს ვიდეოები, სადაც ყიდულობ იშვიათ უზარ-მაზარ მონსტერ თევზებს, რადგან მე ძალიან მომწონს. ეს ჩემი გატაცებაა, ძალიან მიყვარს ეს საქმე, ძალიან სახალისოა ამ თევზების ყიდვა. ასე რომ იმედია ეს ვიდეოაც მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მშვიდობით.